რეკლამა დასრულდა, ვაგრძელებ დისკუსიას. მოდი ახლა ჩვენ ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ, ეს არის ქართული საზოგადოების ზრდა. ისტორიას არ ახსოვს ასე სწრაფად გაზრდილიყო საზოგადოება. ესე იგი, ეს რაღაცაში იყო საქმე. მოდი გავარკვიოთ რაში. რამ შეინარჩუნა საქართველოს დრიტ, ანუ რამ შეინარჩუნა ის მძლავრი პითვი, რამაც არ მისა უკრაინისნაირად ქართულ საზოგადოებას თლად გადარეულიყო. უკრაინას ჩვენ ნახეთ, რომ გადაირია უბრალოდ ხალხი. უკრაინული საზოგადოება ნაკლებად კონსოლიდირებულია, იმიტომ რომ ლვოვში რო ხარ, საერთოდ სხვა ქვეყანაში ხარ და დონეცკში რო ხარ, საერთოდ სხვა ქვეყანა არის. მეგობრებო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა. მაგრამ მაინც ძალიან რთულად აგებული ეკლექტური ქვეყანა არ მინდა. ხა ისედაც სულად აქვს საქმე და ყირიმი საერთოდ განუცნაურად არის მათთან იყო. იმიტომ რომ ეს იყო რუსების მონოპოლარი და ხრუშჩოვის დროს გადასცეს უკრაინას, ხო? უფრო რუსული იყო, ჯერ თათრული არის, მე რუსული. პატარა ქვეყნობა მას გვიშველა რა. კი ბატონო, ხო. აი რამ მოდი შენი აზრი, აი რამ შეგვანარჩუნებინა აი ეს მე რამდენიმე ვარიანტი მაქვს. პირველი ვარიანტი არის უკვე ჩვენი გამოცდილება რა, ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები ჩვენი ისტორიიდან. ანუ რა იცით, ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ჩვენ ვერ გამოვიტანეთ სწორი დასკვნები, მაგრამ არის რომელზეც გამოვიტანეთ, რომ სააკაშვილიზმი და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, რაც გავს სააკაშვილიზმს, ანუ სხვა ფიგურები. ხო, ანუ მაგას ვამბობ, რომ აქ ლაპარაკი არის უკვე იმაზე, რომ მიშას რაც ჩამოგგავს ყველაფერი ცუდია. იმიტომ რომ ხო ხვდებით რა, ანუ ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ სულ ცდილობს სააკაშვილის გამეორებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. ის არის ძალიან ხშირად საქართველოში ვერ ხვდებიან, რომ ქართული მოცნებას ყავს თავისი ძალიან დიდი მხარდამჭერი, ნაცნობ მოძრაობასაც ყავს მხარდამჭერი, ოღონდ ნაცნობ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი ძიმე პრობლემა. მას ყავს მოძულეების უდიდესი არმადა. ანუ ნაცნობ მოძრაობას და სააკაშვილის მსყავს მოსახლეობაში 60-70% უბრალოდ მოძულე. ესაბამისად ამ პოლიტიკურ პარტიას ყოველთვის უწევს იყოს მარგინალური ძალა. პლუს ამას შალო მე ერთი ძალიან სპეციფიკური რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გაგვიმართლა, ეს ჩემი თეორია, რასაც მე ვიმუშავები, უკრაინასგან განსხვავებით საქართველოში არ გვაქვს ფაშისტური ტრადიცია. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იქ იყო და მე უკრაინაში ორჯერ ვარ. ის ფაშისტულიც კი არ არის, აი, უფრო ნაციონალისტური. ხო, ანუ მე უკრაინაში ულტრანაციონალისტური ჩვენ არ მყოლია, მართლა. მე 2011 წელს ვარ ნაყოფი ანტიფაშისტურ სხდომაზე კიევში და დამინჯერეთი. შეგეშინდა. შემეშინდა, იმიტომ რომ იქ მე ფაშისტები. ნახე შენი ვიზავი ფაშისტები. აი, იქ მე ვნახე ფაშისტები. იმის მერე ხო, ანუ ომში რატო არ მიდიხარ და დედის ერთად ვარო, აი, რაყვარელი. იმ შემდეგ, ანუ ქართველი ფაშისტი. იგეთი ფაშისტები და არა, ყოველგვარი ირონიის გარეშე. კი, არა, შეხასვა. და ანუ ეგ იყო ერთი მხარე იყო და მეორე მხარე იყო რაღაცა აგრესიული, რაღაცა გეი ფრენდლი ფაშისტები. ეს ხალხი არ არის. აქ არ არის. შესაბამისად ეს შალო მართლა. ნუ ადამიანურ დონეზე ლაპარაკი. შეხედეთ რა რომ ახლა მოდი თქვა რა რომ მეც მაგის ამჯეროდა, მაგრამ დასავლეთ. აი გიჟი პროტესტანტები არ არიან ფაშისტები. კი, მაგას ვაპო. ანუ ნახე, დასავლეთ საქართველოში ყავს თავისი გავლენის აგენტურა. ანუ აქვს. კი, ხო. საშუალებები აქვს, რომლითაც ის ახდენს ხალხს მობილიზაციას. ეს არის NGO სექტორი. ნუ არის. და ეს გიჟები. ხო. და მათ რა არის, რომ მათ აქვთ რაღაცა მეთოდური საშუალებები, რომლითაც იყენებენ ხალხს. უკრაინაში და საქართველოში ხალხი ძირითადი მასა ერთნაირია, ეს არის გიჟების არმადები, პროტესტანტი ხალხი. ხო, ნუ ახლა რა ვქნა, მე ვაბადეთ მართლა გიჟები არიან, უმრავლესობა ხარ, რომ კომენტარები არიან. ვერ მოუძებნე სხვა. ანუ ხო, ანუ სხვა ახსნა ვერ მოუძებნე. ძალიან დიდი ხის განმავლობაში ვცდილობდი რომ უფრო კორექტული ყოფილიყავი, მაგრამ არა, შეუძლებელია. ეს იმის რა არის, სასამართლოზე რა აუპატიურებდა. შოიდან მეც მეგონა რომ აუპატიურებდა, ახლდა რომ მივიდა, ის არის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ შოიდან შეიძლება რომ აი ეგზალტირებული რადიკალური და ახლოს მიდიხარ და მარტო გიჟია. და აქ რა იყო რა, რომ უკრაინაში იქ ყავდათ უკვე ფაშისტები, რომლებმაც მართლა ფაშისტები ენდერები და ხო, წავიდნენ რისკი და საქართველოში მათ მოაწყეს სხვა ჩვენს ძალიან დიდი როლი რევოლუციაში ეგრეთ წოდებული. საქართველოში ანუ გაგვიმართლა, ანუ აი ძალიან მარტო რამს ვამბობ, რომ თქვენ გახსოვთ შარშან, როდესაც დაიწყო დაპირისპირება რაღაცა ერთი 25 შეშლილი დადიოდა ისროდა
პოლიციელებს, მაშხალებს რაღაც საკეთებ და 25 კაცი რომ დაიჭირეს, მოკვდა ყველაფერი. პარტიების ოფისები რომ აი მათ მოკვდა მართლა. ნახე, წანა. ხედე, წყარო გადაუკეთ. მაგრამ რაოდენობა ძალიან ცოტა იყო. არა, გეთა. ანუ მათ დასახდელად, ანუ ოფისები არ იყო საჭირო მასობრივი, ასე თქვა, დაბლავა. ხო. რამ გადაგვარჩა? თუ ყოველ შემთხვევაში რა გვაქვს ეს? ისო ძვლიერი ვართ. მოგოთ მართლა. ეს ძალიან ესე თეორია გერმანელების მაშინ როგორც ერი ახალგაზრდა იყო, როდესაც ნაციზმი ეხაც ახალგაზრდა ესე ისტორიულად არაფერი არ გასწავლა. და უკრაინელებს ძალიან ახალგაზრდა ერია. ჩვენგან განსხვავებით. უკრაინაში თან ჩვენ შეიძლება რაღაცა ესე შიდა პოლიტიკური უთანხმოება ქონდეს, მაგრამ აი იდენტობის თვალსაზრისით პრობლემა ქართველი ვინ არის, ამის პრობლემა არ არსებობს. ეხა გაჩნდა ეს რაღაცა მაიმუნებისგან. ხო, მაგრამ ეგაც ძალიან ხელოვნურია. რაღაცა როგორც კი ეგ დაფინანსება შეწყდება და რაღაცა ეგ ჩერგოლიშვილი იძახის ვაჟაზე და იმას ეხლა იგი თვითონაც იცის რომ ეს კარგია. ეხლა რაც არ უნდა თქვა რომ რაღაცა ეს ვაჟა ლიბერალი იყო და შუშანი კი რაღაც ფემინისტი არ გამოდის ეს რა. შუშანი კი რომ ანტიფემინისტი. თავარი ოდეს ყოფილა. თავარი მომენტი რა არის რომ უკრაინელებს აი ბარტლეგრე ეგონათ რომ რაღაც სისხლი ჭირდება, ზოგადად ნაციონალისტს ჭირდება რაღაცა წმინდა სისხლი რუსეთთან, რომ ეგ შეწყდეს რუსეთთან კავშირი რა და ხო და არ გამოდის. იცი რა არის კი ყოფილა ომით რო შეწყვეტილა და ახალი ერი ჩამოყალიბდა. მაგალითად, ბრიტანელები და ამერიკის შეერთებული შტატებია და ერთი ხალხი იყო, რევოლუცია ომი მოხდა და ჩამოაყალიბეს ახალი ნარატივი, ახალი ის. ყოფილა ეგ ისტორიაში, გან არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ესეთი რაღაცები არ გვჭირდება. ანუ მე ჩემთვის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს არ იდგა ქართველი და რუსი რო განსხვავებული ეთნოსები იყო. და უკრაინაში ეს დგას ეს. ხო, იმძიან. რუსია უნდა რომ არ ახალ განსხვავებული, ესე უნდა რომ ხوار. ხო და აქ ქართველზე ვერანაირად ვერ იტყვის. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან ვერც აზერბაიჯანელი ჩვენს და სომხებს შორის. თვითკმარ იმდენად თვითკმარები ვართ აი ამ გაგებით რა ისტორიულად. იმდენად თვითკმარები ვართ რომ აი ფაშიზმი არის ამ თვითკმარების ნაკლებობა. როდესაც არ აქვს მაგით ვითომ აკომპენსირებს. და იცავ. და როდესაც გააქვს ეგ თვითკმარობა, იდენტობის თვითკმარობა, არ გჭირდება შენ ფაშიზმი. აი როგორც ეს ინვესტიცია რომ არის, ხო? ნორმალურ წესიერ ქართულს არ ეშინია რომ გაარაბდება რა. так, თავარი ის არის რომ ჩვენ თან ისეთი საზოგადოება ვართ, მოდი ესე ვთქვათ, რომ ძველი საზოგადოება ვართ. ელინისტური კულტურა, შუა საუკუნეები, ქრისტიანობა, ყველაფერი ეს რაც ამ რეგიონში, ეს რეგიონი ხა ჩვენი დიდი რეგიონი, მარტო კავკასია კი არა, ის რაზეც ურთიერთობა ქონდა. ცივილიზაცია მაქედან დაიწყო, ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, ჩვენ გვაქვს აქ უამრავი ქალაქები, ინფრასტრუქტურა, ცივილიზაცია. ჩვენ ყოველთვის ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. ანუ ჩვენ არა გვაქვს იმის ის დასამტკიცებელი რომ არა ვართ ერთ ცივილიზებული რა. არა გვაქვს ზოგ ხალხს აქვს ესეთი რაღაც. ამიტომაც არის რომ ჩვენთან აი ესეთი ხედვა ისტორიული ცოტა სხვანაირად არის. ჩვენ ვიცით რა რომ ეს პერიოდი არის დროებითი და ესაც გაივლის. აი, პრინციპში ორი ძირითადი მიზეზი ახსენა, ნიკა ახსენა, რომ ეს არის ბოლო პერიოდის გამოცდილება და ნუკრიმ, რომ ეს არის, ესე იგი, ჩვენი ისტორიული, კულტურული, ასე ვთქვათ, სიძველე რა, ასე რომ ვთქვათ და აი, მართლაც კი აქაც არიან ესეთი ვიღაცები, ვისაც უნდა რომ ქვეყანა იყოს რაღაცა ანტი რაღაცა. მაგრამ მე არ ვამბობ რომ მანდ ამას ანტირუსეთი, ან ანტი-ამერიკა, ან ანტი-ჩინი, ანუ ვიღაცის, ანუ მე იყოს სათამაშო ვიღაცის ხელში. ანუ და ის ფაქტი რომ ესენი რაღაცნაირ სასაცილო წარმოჩდებიან, არის დამსახურება სწორედ იმისა, რაც ნუკრიმ ახსენა, რომ ანუ ვარ ძველი კულტურა და ამას რაღაცნაირად აი დაცინვის ობიექტად ვაქცევთ. აი ეს რა არის? ეს რაღაცა არაქართულია. ანუ არაქართულში თან მარტო ეს ნაციონალისტური კი არის, ეს რაღაც ზოგადადამიანური, მათ შორის ქრისტიანული კულტურიდან ამომდინარე არა ის არის ქართული, ხო? ანუ საქართველოს როგორც რაღაც ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც ამბობს, რომ რავი, კი პოლიტიკა, კი ძალიან რთულია პოლიტიკა, მით უმეტეს საერთაშორისო პოლიტიკა, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ აქ
არ შეიძლება ესეთი რაღაც ესეთი ულტრა ნაციონალისტური რაღაცები ჯერ ერთი არ არის ავთენტური ჩვენთვის და მეორე ერთი დამღუპველია სულ ავთენტური იყოს ხო შეიძლება იყოს ესეთი ხაზი ვიღაცა 1000-ნაირი ადამიანი არსებობს ხო ვიღაცას ესე მოწოს ესე მით უმეტეს ჩვენთან მაგრამ ძირითადი ხაზი და კიდევ ერთი ისტორიულ მონაკვეთში ჩვენი სიძველის მიუხედავად ახლა მოგვეცა ისტორიული ფანჯარა როდესაც პირდაპირ თვითგამოხატვა შეგვიძლია რატო იმიტომ რომ ყოველთვის აი რო ავიღოთ ბოლო აი ოცნების ხელისუფლებამდე და აი განსაკუთრებით ბოლო წლებამდე ჩვენთან სულ ყოველთვის იყო რომ აი ეს სახელმწიფო არის თუ არა ჩემი ანუ სახელმწიფოებრივი პრობლემა ქონდა იმის მიუხედავად რომ ძველიერი ვიყავით ყოველთვის დიდი პერიოდის განმავლობაში ვიყავით სხვა იმპერიის პერიფერია სამწუხაროდ და ამან დაღი დაგვასვა და ახლა მოგვეცა შანსი ისტორიული რა თქმა უნდა გასაგებია გამართლება ისტორიული ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული რასკლადები ხო ან როგორ დაალაგდება ასე შემდეგ გასაგებია ყველაფერი ჩვენიც მათ შორის დამსახურებით მაგრამ ახლა მოგვეცა ის რომ რაღაც ეს ჩვენი ერის ანუ სახელმწიფოებრივად ვიცხოვროთ აი ამის საშუალება მოგვეცა და თან საშუალება კი არ მოგვეცა ეს მოგვეცა უდიდესი და ეგზისტენციალური ტესტის საფუძველზე რაც იყო ომში ჩართვა არ ჩართვა გადაჭეხვა თუ არ გადაჭეხვა და სწორედ ამ თამასამ რომ აი ეს მაღალი ეგზისტენციალური თამასა დაგვიდგა ამან ამოწია ეს სიღრმეებიდან ეს სწორედ ეს სიძველე და ეს სიბრძნე და შესაბამისად მოვედით ესე და ეს და გაგრძელდეს ხო დაასრულოთ ზაზა ანუ როგორ გადავრჩით ხო ასეთი რანაირად გადავრჩით და მაგაზე ალბათ ეს ძალიან მოკლე პასუხი არსებობს აქამდე როგორ გადავრჩით ხო ესეც არის კი ბატონო ანუ ამდენი საუკუნეების განმავლობაში როგორ გადავრჩით ხო ანუ რაღაცა დაპრობილები ვიყავით და 300 წელი 200 100 წელი და ასე შემდეგ ეხლა კი ვიყავით დაპრობილები მაგრამ ეხლა ეს იმასთან თამაშია ალბათ ხო და როგორ გადავრჩით გადაგვარჩინა პირველი მე რაც გონია ყველაზე მეტად რომ თქვათ ადამიანებმა ქართველებმა ეს თვითყოფადობა შეინარჩუნეს ეს იყო სარწმუნოებამ დღესაც და მაშინაც მაშინ უფრო განსაკუთრებით და ეხლა ჩვენ რა არის იცი დღეს ეხლა ჩვენ აგერ ამ ეპოქაში ვართ და უყურებთ ეხლა ცოტას ვიხედებით იქით რაღაც ძალიან უფრო ნაკლებს წინ ვიყურებით და რაღაცას ვხედავთ და რეალურად აზროვნების უნარი რა თქმა უნდა გვაქვს ისტორიიდან აგერ არის საუბრობდით ქართველებს ოდითგანვე და რაღაცა ანალიზის ფაქტების გვეხმარება და ისინიც ძალიან გვეხმარებიან აუცილებლად ვიტყვი რა ის რა ქვია ევრობიუროკრატია და ის ხალხი ვისაც ჩვენი დაპყრობა უნდა და ეს რაღაცა ცდილობა ანუ გადაგვარჩინა იმან რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი მართლმადიდებლები და შესაბამისად ვინდა რომ ჩვენი ანუ შესაბამისად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვიყვარს ჩვენი ოჯახი. გვაქვს ღირსება და რა თქმა უნდა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. აი ამან გადაგვარჩინა სხვა გამოსავალი არ არსებობს. გამორიცხულია. შესაბამისად ერთმანეთსაც ვენდობი. წეღარ ვლაპარაკობდი თქვათ ხო? ის რომ ქრისტიანია მართლმადიდებელი ჯერ ერთი რომ ყველა გვიყვარს და ყველას პატივისცემთ, მაგრამ ის ვიღაცა ოხრები ჩვენს პირველ რიგში, როდესაც გველაპარაკებიან კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, თან სარწმუნოებას გვიგინებენ. და შესაბამისად აღარ მინდა მე ეგეთი ეკონომიკური კეთილდღეობა. და ეკონომიკური კეთილდღეობაზე არა, ის კი არ ლაპარაკობენ, ისინი გატყუებენ, რა თქმა უნდა, ხო რაღაცა ანკესებს ხო გვიყრიან, მაგრამ შესაბამისად თან პარალელურ რეჟიმში სარწმუნოებას გიგინებენ, რომ მე ეს არ მინდა, ეს არ უნდა იყოს. ღირსება მითამაშა ძალიან დიდი როლი. აი, როდესაც თქვათ, დამოუკიდებლობის გემო შევიგრძენით, რაღაცა ზღვარი გადავლახით თუ რა და გადავტეხეთ, ახლა ვერ მოგვერია პირველ ეტაპზე, აი ახლა ბოლო პერიოდში გეუბნებით ხო 3-4 წლის წინ ევროპარლამენტმა დაიწყო ამას ევროკავშირი მიყვა რაღაცა EU თუ რაიმე ყველაფერი წამოვიდა შტურმი წამოვიდა და რაღაცნაირად გაუმკლავდით ამ ყველაფერს. არა ამერიკელები იყვნენ მათთან ერთად. პირველი ხო იქ ამერიკელები დღეში რამდენჯერმე ქარდებს რო გიდები. ვიძღვნიდნენ და რაღაცეები და ანუ ჩვენ მოდის იმანლე თქვათ რა ჩვენც ხო გვეშინოდა ეხლა ამერიკა და ევროკავშირი აქეთ კიდე ერთი არის 300 მილიონი მეორე 600 მილიონი 900 მილიონი უდიდესი ფული. საზოგადოების მმართველი ელიტები თავისი დიდი ფულით და რა
ევროკავშირი იყო ალბათ პირველი იმპერია, მე მან ჩაანაცვლა და ასე შემდეგ. ანუ პირველი იმპერიები უტევდნენ 4 მილიონიან საქართველოს და უკვე ისე ვიყავით, რომ ჩვენი თავისაც რაღაცნაირად გვეშინოდა, მაგრამ როგორც ეს ზღვარი გადავლახეთ და ნახეთ, რომ შესაძლებელია, რომ ვერ მოგვერიონ, ამ შემთხვევაში უკვე ვიგრძენით ის გემო, რასაც ქვია თავისუფლების დამოუკიდებლობის. ანუ შენ ქვეყანაში მე იმასაც ფიქრობ, რომ ნახე, რა კარგია ეს, რომ ეს არის დღეს ჩემი ბრძოლა, ჩემი დიდგორი სიტყვაზე, ხო? დღეს ეს არის, რომ ვიღაც არ უნდა მომერიოს. ისი არ უნდა გამაბრიყოს, რომ რა თქმა უნდა, ისი არ უნდა გამაბრიყოს, ისი არ უნდა გამაბრიყოს, რომ იდენტობაზეც უარი თქო და ჩემ შვილთან, ანუ ახლა წარმოიდგინეთ რა, რასაც ახლა ნატოსთან დაკავშირებით, რაც შეიასრულეს ხალხო, ეს ხო ისტორიაში ჩაიწერება რა, როგორ დიდი აფიორა. 500 წლის მერე ყველაზე დიდი აფიორა რა. ნუ წარმოიდგინეთ ცოტა ხნის წინ ახლა იმ ამერიკელმა კაცმა ხო გითხრა ვიღაცა უიკელსონი რო იყო, რომ ესო ჩვენ მოვიგონეთო, იმიტომ რომ ქვეყნებს უარი ეთქვათ ნეიტრალიტეტს. ერთ-ერთი ასეთი სიგიჟე რა იყო, იცი? მაკრონმა არა. არა, ხო. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ქალმა იმან. ესო კაცო ისო, მინსკის შეთანხმებები სისულელე იყო. ვატყუებდით, ანუ ღია დამობენ პირდაპირ კაცო. ეხლა პირდაპირ გითხრეს, რომ უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტმაც იცოდა, აქ არის მთავარი კიდევ ერთი რამე გამოგჩა რა. ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენს ქვეყანაში არიან პატრიოტები, რაც თავარი. არ აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც რაღაცა მატერიალური გულისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯი უკან გადადგეს. არ გადადგეს. ანუ ქვეყნებმა იცოდნენ, რომ ნატოში ვერასოდეს ვერ გაწევრიანდებოდა უკრაინა. უკრაინის პრეზიდენტმაც იცოდა, ფაქტებით ხო დადასტურდა. ანუ ბაიდენთან რო ურთიერთობა ჰქონდა ომის დაწყებამდე, ბაიდენის პოზიცია იყო, რომ ესენი ნატოში ვერ შევიდოდნენ. თუმცა უფითილებდნენ გას. მაგრამ ის რომ და თუნდაც ეხლა ის ინგლისის, თქვათ, ინგლისის ყოფილი პრემიერი რო გვიცხადებს, რომ ისო რა ქვია, გერმანია და საფრანგეთი ყოველთვის წინააღმდეგები იყვნენ, რომ მაგათი ნატოში გაწევრიანებისო, ამერიკას თავი დავანებოთ, ხო? ერთიც, მეორეს და მესამეც ეუბნებოდნენ, რომ მიდი ნატოში უნდა გაგაწევრიანოთ. მინსკის მოლაპარაკებებზე დრო მისცეს. არ მოიდგინეთ, რომ უკრაინას რა შეუსრულეს, რა გააკეთეს. ნატოს ეგიტით დაღუპეს, გაანადგურეს და დღეს ჯერ არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საფრანგეთის პრეზიდენტი ეუბნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ეხლა იზროა რომ პუტინთან ვილაპარაკოთო და თან ეუბნება იმათაც, რა ქვია, უკრაინელებს, რაღაცა ისე ჩარჩო უნდა გამოვინახოს, სალაპარაკოთო, იმაზე კი აღარ ელაპარაკოს, ეგ უეჭველი შეთანხმებით დამთავრდება. უკვე ლაპარაკი დავიწყოთო ერთმანეთთან, რომ რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინოთ და ჩვენ ამ ყველაფერს გადავთ. ჩვენ ამ ყველაფერს წარმოიდგინეთ, დასაცინები გავხდებოდით როგორი? თუ გადარჩებოდით. ხო, ვინც გადარჩებოდა, აი თავი უნდა ჩაერგო მიწაში და არ უნდა მოიყო იქიდან თავი რა. დიდი მადლობა. მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი ახალი წლის წინის წინა გადაცემა დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს აი ახალი წლის წინა გადაცემაში, შაბათს შევხვდებით. კარგად, ზამთრობით.